გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ჩვენ ვამზადებთ ქათამს, პატატის პიურეთი და შავი მოცხარის ჯემით. და ამისთვის დაგვჭირდება პატატი, რა თქმა უნდა, ქათამი, კარაქი, ნაღები. ჩვენ ახლა მოვჭით დამუშავებას, ახლა უნდა გავტრუსოთ ქათამი აუცილებლად, კარგად. რომ ბეწვები არ გაყვეს. ქათამი დამუშავებულია, გარეცხილია. ახლა გადავიდეთ პატატის დამუშავებაზე. აი რა სილამაზეა. დავჭრათ და დავადგათ მოსახარშად. ეს კერძი იქნება გემოების თამაშით. იმიტომ რომ ქათამი იქნება დამარინადებული. პატატი იქნება ოდნავ მოტკბილო და შავი მოცხარი იქნება ოდნავ მოტკბილო, მომჟავო და ოდნავ მომწარო გემოთი. დავადგით უკვე პატატი. ეხლა უნდა გავაკეთოთ არომატული ზეთი. ამისთვის საჭიროა ზეთი, პაპრიკა, როზმარინი და ნიორი. შევდგეთ საქმეს. მაქამდე გავიმზადოთ როზმარინი, დავჭრათ წვრილად. ამასობაში გავარჩიოთ ნიორიც. მალე გადავალთ ყველაზე უმთავრეს მომენტზე. ქათამი უნდა დავამარინადოთ, შევწვათ და ბოლოს კი ავაწყობთ კერძს. უკვე ჩვენი არომატული ზეთი თითქმის მზად არის. ნიორი, პაპრიკა და როზმარინი კიდე უნდა გავაჩეროთ, რომ ის არომატები გაუჩნდეს და გადავწუროთ ბოლოს. კიდე ერთი რაღაცა დამოვიწყდა. შავი მოცხარი. ამისგან უნდა გავაკეთოთ უგემრიელესი ჯემი. ჩაიწერეთ რეცეპტი და თქვენც გააკეთეთ სახლში. ძალიან მარტივია და ძალიან გემრიელია. უკვე დავკეცეთ ბინტი და დროა უკვე გადავწუროთ ჩვენი არომატული ზეთი. უნდა შევდგეთ ახლა საქმეს. მოცხარი 300 გრამი, წითელი ღვინო 180 გრამი. და შაქარიც უნდა დავუმატოთ ცოტა. ჩვენი ბატატი მოიხარშა, ახლა გადავწუროთ და გავაკეთოთ პიურე. ახლა გადავდივართ უშუალოდ ქათმის შეწვაზე. ავანთოთ ცეცხლი. საშუალო ცეცხლი უნდა იყოს. დავასხათ ზეთი, ცოტაოდენი. ორივე მხრიდან, რა თქმა უნდა. ამასობაში ამოვურიოთ соуს. ამჯერად соуსი და შემდეგ ჯემი, რა თქმა უნდა. თავისუფლად რომ მოძრაობს უკვე ზეთი, მაშინ უკვე არის საკმაოდ გახურებული და შეგვიძლია უკვე დავდოთ ჩვენი თევზი იქნება, ხორცი იქნება, ბოსტნეული იქნება თუ რა. ამასობაში ამოვურიოთ ჩვენ ჯემს კიდევ ერთხელ. თუ არ მიიწვას. დავუმატოთ ცოტაოდენი კარაქი. ახლა გადავდივართ პატატის პიურის გაკეთებაზე. საკმაოდ გემრიელი გემო აქვს და ვფიქრობ, კარგი კერძი გამოვა. ახლა ღუმელში უნდა შევაგდოთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 180 გრადუსზე 10 წუთით. გავაგრძელოთ ისევ პიურეს გაკეთება ამასობაში. უკვე მოვჭით პატატის პიურეს გაკეთებას. ახლა ამას დავუმატოთ ოდნავ ნაღები, ოდნავ კარაქი და მარილი. და მზადაა სრულიად ჩვენი პიურე. ახლა დავამატოთ მარილი. ახლა დავუმატოთ ცოტაოდენი კარაქი და ცოტაოდენი ნაღები. უკვე მზადაა ჩვენი პიურე.
საბოლოო ეტაპზეც მივედით. ეხლა უნდა ჩამოვატაროთ ეს. და უნდა გავხადოთ ჯემი. წავიდა. ეს ჯემი კეთდება ქათმისთვის, რადგან ძალიან უხდება. მოვრჩით უკვე, გავაკეთეთ ყველანაირი მეზოპლასტი. გამზადდა ჩვენი ქათმის ხორციც. გამოვიღოთ. ჩვენი ჯემიც მზად არის, უკვე გაცივდა. პირველ რიგში ვდებთ ბატატის პიურეს. შემდეგ ვდებთ ხორცს, ბორტები უნდა გავუკეთოთ ახლა ამ პიურეს. შემდეგ ვდებთ ჯემს და ზემოდან ვასხამთ სურნელოვან ზეთს. შევუდგეთ საქმეს. საბოლოოდ ესეთი გამოგვივიდა ჩვენი კერძი და ერთად დავაგემოვნოთ. ქათამი არის ძალზედ ფაფუკი. ყველაფერი დავაგემოვნოთ ერთად. პიურე, ჯემი. პერფექტო. საოცარია. თქვენც უნდა დააგემოვნოთ და უნდა გააკეთოთ ეს კერძი აუცილებლად სახლებში. ბრავო. ამ კერძს ბევრი ინგრედიენტი არ ჭირდებათ და ძალიან მალე მოვამზადეთ სახლში. და რაც თავარია, დარჩით ჩემთან და ერთად მოვამზადოთ უგემრიელესი კერძები.